ანტონ, მწუხარების თანამოზიარე ვარ, პირადად თქვენი მწუხარების და სრულიად საქართველოსი, დიდი გულის ტკივილით კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო სამძიმარი ამ უდიდესი დანაკარგის გამო. და ეს რომ არის მთელი ქვეყნის უდიდესი დანაკარგი, მართლა ეპოქალური პატრიარქის გარდაცვალება, ამაზე ის კადრები მეტყველებს პირველ რიგში, რომელსაც მისი გარდაცვალების წუთებიდან უყურებს მთელი ქვეყანა და რომელიც ეხლაც გადიოდა ამ წუთასაც ჩვენს ეთერში. მიიღეთ ჩვენგან სამძიმარი. მოგესალმებით, ასევე არა მარტო ვღებულობ მეც, ასევე უცხადებ მთელ ხალხს, მთელ ერს ამ სამძიმარს. სურათი სახეზე არის მთლიანად ყველა ვხედავთ და ასე ვთქვათ უკომენტაროთ, თუ რაიმე შეიძლება ითქვას დღეს, აი უკომენტაროთ არის ის, რაც ჩვენ თვალწინ ხდება. ის რაც მთელი ამდენი ხალხი, ამდენი, არ ვიცი რა ვთქვა, არ ვიცი, ამას არა გამეორებას არ უნდა და თქმაც არ უნდა, თვითონ ყველაფერი მეტყველებს ყველაფერზე, მის უწმინდებაზე, მის სიდიადეზე, მის გავლილ ცხოვრებაზე და მის პიროვნებაზე, მთლიანად მის პიროვნებაზე. ნამდვილად, აი ეს კადრები მეტყველებს ყველაფერზე. ისტორიაა ეს კადრები და ისტორიული კადრებია ნამდვილად, რასაც ჩვენ უყურებთ მისი უწმინდესობის გარდაცვალების პირველი წუთები და რაც ხდება ქვეყანაში. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი რამ მართლა ალბათ ყველას წარმოედგინა, თუ კი პატრიარქის გარდაცვალებაზე ვიფიქრებდით, მაგრამ ალბათ ყველა იყო დარწმუნებული, რომ კი ასე იგლოვებდა მთელი ქვეყანა მის უწმინდესობას. მეუფე ანტონ, აი მე ვთქვი დღეს გადაცემა ასე დავგეგმე, სასულიერო პირები თქო, ძველი და ახალი თაობის. თქვენს გარდა გვეყოლება ასევე შედარებით ახალი თაობის სასულიერო პირიც, ბარის ქართული ტაძრის წინამძღვარი მამა მოსე. ორივესთან პრინციპში ამ თემებზე მინდა რომ ვისაუბრო, მეუფე ანტონ, რამ განსაზღვრა პატრიარქის ასეთი ნდობა და ასეთი სიყვარული. მე მოკლედ ძალიან მოკლედ გავიხსენე მისი პატრიარქობა როგორ დაიწყო ბევრი წლის წინ, 59 წლის წინ, ესეც როგორი საოცარი ამბავია, რომ ნახევარი საუკუნე მისი უწმინდესობა იყო ეკლესიის საჭედმყრობელი, მაგრამ ის არ იყო მხოლოდ ეკლესიის წინამძღვარი. მისი გავლენა იყო ძალიან დიდი და იყო იმდენად დიდი, რომ ვერავინ ეწეოდა მის ამ გავლენას. პატრიარქმა თქვა, ეს უკვე რაღაც ძალიან სერიოზული ამბავი იყო სულ ამ წლების განმავლობაში. რამ განსაზღვრა თქვენი აზრით მისი უწმინდესობის მიმართ ასეთი ნდობა, სიყვარული და მისი ასეთი გავლენა? მე ჩემი ვერსია მაქვს, რა თქმა უნდა, ყველას თავისი ვერსია აქვს, მაგრამ მე მაქვს ჩემი ვერსია. ეს არის უწინარესად მისი ხასიათი, ქრისტიანული ხასიათი და რავს გულისხმობ ამაში. ვერცეთი ვერ იტყვის, მე არ მგონია ვინმე თქვას, რა თვისებები ჰქონდა პატრიარქს. არასოდეს არავის არ განუკითხია, არასოდეს არ დაუცვია თავი, არასოდეს არ გამოსულა, რომ ასე იგი თავის დასაცავად, ყველაფერს ღებულობდა, ყველაფერს ხდებოდა დუმილით, აბსოლუტურად, არ პასუხობდა აგრესიით, იყო აბსოლუტურად მიმტევებელი და აი ეს არის ის ქრისტიანული თვისებები, რომელიც განსაზღვრავს ადამიანის მართლა იმ ხასიათს, როგორიც უნდა იყოს ადამიანები. ასეთები იბადებიან, თუ აი იბადებიან, მოვლენა არის, ასეთები ეპოქებში ავიცი ერთეულები იბადებიან, ასეთები ხო გეუბნებით, ჯერ წირვალოცვისადმის დამოკიდებულება, აი ჩვენ ხო ახალგაზრდები ვართ მათთან შედარებით, არასოდეს არ ასცენდა წირვას, ლოცვას, სულ ფეხზე იდგა წირვალოცვაზე, აი აბსოლუტურად პატივისცემა ყველასადმი, უმცროსი, უფროსისადმი, არავის არ აკადრებდა, არავის ცუდს, არც ზემოდან უყურებდა არავის. აი ეს თვისებები ჰქონდა, რომელმაც შეძლო და აი ყველას გულში შესვლა, ამ თვისებებით შეძლო ყველას გულში შესვლა. მაშინაც კი, როდესაც
ცხადად პირისპირ რას არ უსმენებოდნენ ხო არა მხოლოდ დუმილი და მხოლოდ აი აბსოლუტურად სიმშვიდე. აი მე ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე ის დიდი თვისებები, რომელიც მუშაობს ადამ მტერშიდაც კი აი მე ასე ვფიქრობ, აი რომ აი თქვენ ნახეთ და თქვენც აღნიშნეთ, რომ რა არ დატრიალდა ქვეყანაში ყველაფერი შეიცვალა, არ იცვლებოდა მხოლოდ მისი უწმიდესობის მიდგომები, არ იცვლებოდა ის და აბსოლუტურად იდგა როგორც დედა ბოძი, აბსოლუტურად. აი ვინ რა შეურაცხყოფა არ მიაყენა, მაგრამ გინახავთ, რომ სადმე ან ტელევიზიით გამოსულიყო, ან თავი ემართლებია, არც ჩვენთან საუბრებში, არასოდეს არავისთან, არასოდეს არ იმართლებდა, არასოდეს თავს და არც პასუხს აძლევდა არავის. აი ეს არის მე მგონია უდიდესი თვისებები ადამიანის. რთული იყო მასთან ურთიერთობა, მეუფე. ცნობილია, მე წეგავ საუბრობდი მის ლიდერობაზე, ცნობილია, აი უამრავი რამ წაგვიკითხავს, ვიცნობდით პირადად, უამრავი ადამიანის აზრი მოგვისმენია მისი უწმინდესობის შესახებ და საყოველთაოდ ცნობილი იყო მისი ხასიათის სიმტკიცე, რომ ძალიან ხისტი, აი მოხევეო, ყოველთვის უსვამდნენ ხოლმე ხაზს ამას, როდესაც ილია მეორეზე საუბრობდნენ, რომ ნამდვილი მოხევე იყო. რთული იყო მასთან ურთიერთობა და აი როგორ მართავდა, ეხლა ნებათა ღელვა ქარტეხილები მარტო ქვეყანაში არა, ალბათ ეკლესიის შიგნითაც ამ წლების 59 წლის განმავლობაში რამდენჯერ აქვს გადატანილი, ხო? აი როგორ მართავდა და რამდენად რთული ან მარტივი იყო მასთან ურთიერთობა. სხვანაირი პატრიარქი, როგორცაც ჩვენ შეიძლება არ ვიცნობდით, თუ შეგიძლიათ რომ დაგვანახოთ, თქვენ როგორცაც იცნობდით. მე აბსოლუტურად არ მიგძვნია არანაირი სირთულე მასთან ურთიერთობაში, პირიქით გამკვირვებია კიდევაც, როდესაც ხანდახან მქონია გადაცდომა მე თვითონ, რომ ესეთი რომ მეგონა რომ ან რაღაცა მომეპყრობოდა სხვაგვარად, აბსოლუტურად თავისი საქციელით ისე დამამშვიდებდა და ისე გამიკეთებდა, რომ მე მცხვენოდა შემდეგ. აი აბსოლუტურად რა. არასოდეს მე არ მიგძვნია და არც მსმენია. არცმენია იყო დამთბობი, მაგრამ ამ დათბობით იმდეს ახერხებდა, რომ იქეთ გათბობიებდა და იქეთ ხვდებოდი რა, აუცილებლად მიხვდებოდი ამ იმას რა. მე არ დავასახელებ ერთ პიროვნებას, ერთმა პიროვნებამ ჩვენ მღვდელმთავრები მასთან ერთად, უწმინდესთან ერთად ვიყავით გასული, ანუ არა თბილისში, რეგიონში და ერთმა პიროვნებამ ისე მოეპყრა მე მეგონა ახლა აფეთქდება უწმინდესი და გამიკვირდა, როგორ გამიკვირდა, იცი, ერთი არასო აი ეს სიმშვიდი და წამოსვლის დროს იმან მოუხადა თვითონ ბოდიში, რომ ესე იგი თვითონ მიხვდა და აი გავოცდი რა ძალა აჩვენა ამ მოთბინებით. მე არ მეგონა რომ მოითმენდა, მაგრამ ისეთები დაითმინა, რომ არ ვიცი რა, აი გავოცდი, რომ ისეთები დაითმინა. არ მგონია რომ მასთან ურთიერთობა რთული იყო. პირიქით ჩვენ მისგან იმდენი რამე ვისწავლეთ, იმდენი რამე რომ არ ვიცი რა, ჯერ ისე რო აიღო, ხო, არ არსებობდა ჩვენ მღვდელმთავრები მივიდოდით და ხელზე რო არ გვეამბოვრებოდა, გამორიცხული იყო, აი აბსოლუტურად გვეამბოვრებოდა ყველას ხელზე რა, აბსოლუტურად. აი ეს იყო რაღაცა, აი გეუბნებით, იმდენ რამეს გვასწავლიდა, რომ რა ვიცი რა, თავისი ამ თავდაბლობით რა. თქვენ ეპოქის კაცი უწოდეთ, აი მედიასთან როცა კომენტარს აკეთებდით, თქვით რომ მთელი ეპოქა პატრიარქიო ყველაფერმა მის თავზე და მხრებზე გადაიარაო, მართლა მთელი ეპოქაა, ხო, მისი ცხოვრებით. მე მეცაც ვიტყვი, პატრიარქი ეს ჩვენი პატრიარქი იყო მე-20 საუკუნის ბოლო პატრიარქი და 21-ის პირველი. აი ეს არის ხიდი აბსოლუტურად. აი იმ საუკუნის და ამ საუკუნის, ესე იგი იმ საუკუნის ბოლო პატრიარქი იყო და ამ საუკუნის პირველი პატრიარქი და აი ეს არის მისი ბომბერაზობა და მისი სიდიადე კიდე.
მეუფე ანტონ, ალბათ რამდენი ისტორია შეგიძლიათ რომ გაიხსენოთ პატრიარქთან დაკავშირებით, მაგრამ ასეთი კითხვა მინდა დაგისვათ, აი, როდესაც გავა დრო და გაგახსენდებათ თქვენ მისი უწმინდესობა, ყველაზე პირველ რიგში რა შეიძლება, რა მოგონება შეიძლება წამოგივიდეთ მასთან დაკავშირებით. ეხლა ამ დღეებში სულ ვაგროვებთ ამბებს პატრიარქის შესახებ, ისტორიებს პატრიარქის შესახებ. თქვენ რა გაგახსენდებათ პირველ რიგში, ეხლა რაც შეგიძლიათ რომ გაიხსენოთ? ის გამორჩეულობა, რომ მე გამომირჩია, მე ვიყავი სოფელ სუჯუნას, სოფლის უდელი ვიყავი, სოფლის უდელი, აი აბაშის რაიონში სოფლის უდელი და აი საიდან გამომირჩია და როდესაც დამიბარენ, აი სინოდზე როდესაც დამიბარენ, მე ნამდვილად არ ვიცოდი და ვითხრენ მაშინ არ იყო მობილურები და ტელეგრაფში დარეკენ, პოსტაში დარეკენ და ვითხრენ რომ გიბარებენო საპატრიარქოში და აი გაგებაში არ ვიყავი, ვატრიალებდი ფიქრებს, რამე ხوار, რამე ცუდიანა, მაშინ ცოტა ესეთი დრო იყო, ხედრიონი იყო, რაღაცები იყო, ვიღაცას წინაღუდეკი, რაღაცათი, ვიღაცას რაღაცა არ გავაკეთებია და მეთქი რამე ცუდიანა ხوار მიიტანენ და აი რომ მივედი, აი ველოდები რომ რაღაცას ისეც მეტყვის, გაიგე, რომ რაღაცნაირად და მითხრა რომ აი ჩვენ შენზე ასე ვიფიქრეთ და შენ რა სიტყვი და არ ვიცი ცხოვრებაში არ ყოფილვარ რაღაცა ისეთი სიმშვიდე შემოვიდა და მე უთხარი აი ეს სიტყვა რომ მე მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ რომ ამ არჩევნის არ შეგწყვებათ მეთქი და მეტი ვერაფერი ვერ თქვი და შემდეგ ყოფილა სიტუაცია რომ რაღაცნაირად ყოფილა ცხოვრება არის ესეთი რომ ხან ემოცია ხან რაღაცა და ყოფილა და რამდენი გამახსენდებოდა ეს სიტყვა იმდენი ჩერდებოდი რა და ნამდვილად მე რამოდენიმეჯერ მოვთხარი თქვენ უწმინდესობა მე სიტყვა გითხარით და მე ამ სიტყვას ბოლომდე გავიტან მეთქი აი და აი სულ ამ ფიქრებში ვარ რა როცა მახსენდება სულ მახსენდება ეს მომენტი ჩვენი ცხოვრებიდან რა აი პირდაპირ და მეორე დილას ადრე მივედი და ტელეგრამი არ მიძინია და ადრე მივედი და მე უთხარი თქვენ უწმინდესობაო აი გუშინ კიდე ვერ გავიაზრე მეთქი აი კარგად და ეხლა გავიაზრე მეთქი კიდე მადლობა მეთქი აი და მომხვია ჩამეხუტა და რა ვიცი რა აი სულ ეს კადრები მიტრიალებს ამ დღეებში თავში თქვენ ჩემზე კარგად მოგეხსენებათ ყველა ხელისუფლებისთვის, ყველა ეტაპზე საოცნებო იყო, არა მარტო ხელისუფლებისთვის, განსაკუთრებით პოლიტიკოსებისთვის, რომ პატრიარქის გვერდზე გამოჩენილი იყო. აი როგორ ახერხებდა, მე კიდევ ერთხელ გავიხსენებდი ახლა თქვენთან ერთად, ამდენი ხელისუფლება შეიცვალა, ამდენი რამ გაიარა ამ ქვეყანამ და მართლა უცვლელი იყო და საინტერესო ის იყო რომ მისი გავლენა იყო უცვლელი, არ ვიცი მე რამდენი წელი რეიტინგების ლიდერი იყო და საოცნებო იყო ალბათ ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის, ნებისმიერი ხელისუფალისთვის, რომ მისი რეიტინგთან ოდნავ მაინც მიახლოებული ყოფილიყო. აი როგორ ახერხებდა ურთიერთობებს, ალბათ ამბობენ რომ საოცარი ნიჭი ჰქონდა მას დიპლომატიური რაღაც აი ესეთი ძლიერი გავლენა არა მხოლოდ მრევლზე, არამედ აი მათ შორის ამ პოლიტიკური ჯგუფების მიმართულებითაც ეს იყო ძალიან თვალსაჩინო. აი როგორ გადიოდა ამ გზას? ყველას უნდოდა რომ პატრიარქი ყოველთვის მისი პოზიციისა ყოფილიყო. პატრიარქმა თქვა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ იყო, ხო, ყოველთვის. აი როგორ ახერხებდა ამ ურთიერთობას? ადამიანების ამოცნობა შეეძლო, როგორ ამოიცნობდა ხოლმე ადამიანებს, იცით? აი, როდესაც გინდა ჩვენთან ეპარქიაში ჩამოსულა და ძალიან მინდოდა მაგალითად იყო კარგი პიროვნება ვინმე და რომ მისთვის წარმედგინა, თვითონ მიაგნებდა, თვითონ დაუძახებდა, ვისაც მე მინდოდა რომ წარმედგინა რა, თვითონ დაუძახებდა, აი რაღაცა ამაზე რა მემართებოდა, იცი, აი თითქოს შემაზრებს კითხულობდა, აი
დაუძახებდა რაღაცას გადაცემდა საჩუქრად და მეთქი საიდან მიხვდა რომ ამას ფიქრობდი, საიდან მიხვდა ამას ფიქრობდი, რაღაცა ეს ნიჭი ქონდა, ძალიან ამოიცნობდა ხოლმე ადამიანებს და მე ყველაზე მეტი დაეთქვენ თქვით რომ რამდენი გამოიცვალა და ხო არის რომ ადამიანი რომელიც მე ასე ყოფილი რო არის არც იმ ყოფილებთან კარგავდა ურთიერთობას და კეთილდამოკიდებულებას არც იმ აი მე ხო არის რომ ის ყოფილი იყო არა აი მათთანაც ახერხებდა ყოველთვის იმ კეთილდამოკიდებულებას რომ არ ივიწყებდა არასოდეს ან საჩუქრით გაუგზავნიდა ან მოიკითხავდა აი ეს ნუ მეტოა ასეთი ფენომენალური და მეტოა ამდენ ხალხს რო უყვარს აი ხო ნახეთ აი მე რა მახსენდება იცით ერთი ათოზე გარდაიცვალა ერთი ბერი და მისმა მოკრიტიკეებმაც თქვეს რომ ნამდვილად ჭეშმარიტი ბერი იყო და აქედან კითხენ კი მაგრამ სიცოცხლეშიო მაშინ რატო ჭამდით და რატო კბენდითო აი და იმათმა უპასუხენ რომ რა არის იციო ჩვენო სიცოცხლეშივე ვეუბნებოდითო მასო ნახოთ როგორ გარდაიცვლებიო ესე იგი გარდაცვალება არის უკვე სახე გამოძახილი გარდაცვალების შემდეგ ეს არის ყველაზე დიდი სახე ადამიანის და აი ჩვენ ნახეთ რომ გამოძახება როგორია მისი გარდაცვალების შემდეგ და სიცოცხლეში მოდის მოსულა ერთმანეთის კბენა ჭამა ასეა ცხოვრება აი აგაგეწერეთელი ამბობს ქართველებიო რატო აღწევენო საზღვარგარეთ ყველაზე დიდ წარმატებებსო ნავარჯიშები გავდივართ აქედან ნავარჯიშებიო ესე იგი ერთმანეთის ჭამაში ხო და მე უკვე დაბძენებული არის და ასე არის ხოლო გარდაცვალების შემდეგ აი როგორ გარდაიცვლები იცით როდესაც ადამიანი ამბობს მე ცხოვრებაში არასოდეს არ მომიტყულებია ეს არნიშნავს რომ აწი არ მოიტყულება მე ხშირად ვეუბნები ეს არნიშნავს რომ აწი არ მოიტყულები ესე იგი გარდაცვალებას აქვს თუ როგორ გარდაიცვლები და უწმინდესი გარდაიცვალა ისე როგორიც იყო ის სახე იყო და არასოდეს აი უცვალებელად რაც იყო და ამითი არის რომ ის ხალხიც რომელიც მას სკეპტიკურად უყურებდნენ თუ აკრიტიკებდნენ მე ვფიქრობ და იმ დღესაც აღვნიშნე რომ ისინიც კი მათაც კი იგრძნენ და ისინიც დაარტყამენ ბეჭედს ასე რომ ვთქვათ იმაზე რომ ის მართლა განუმეორებელი ადამიანი იყო მეუფი ანტონ თქვენ გამოთქვით აზრი რომ პატრიარქი სამებაში უნდა დაიკრძალოსო და თითქოს აპირებდით სინოდის ხდომაზე დაგეყენებინათ ეს წინადადება უწმინდესის სახეა სამება და ეს იყო მისი გამოხატული ნებაო მაშინ თქვენ თქვით და უთქვამს მას სიცოცხლეში ეს ამ თემაზე რამე და აი მაინც რატომ გადაწყდა სიონში მისი დაკრძალვა და მე კიდევ ერთ კითხვას დაგისვამ და დაგემშვიდობებით. ნუ როგორ იყო ის ახლა ნამდვილად ჩვენ ახლა ვიყავით სინოდის ხდომაზე პირველი რაც თქვით რომ ყველაფერი მივიღოთ კენჭისყრით აბსოლუტურად კენჭისყრით მივიღოთ ყველაფერი და მართლა ყველაფერი ყველა საკითხი გადაწყვეტეთ კენჭისყრით წარმოიშვა იქ აზრი მე იმათ შორის ვიყავი ვისაც სამებაში უნდა და მაგრამ იქ გამოვიდნენ ადამიანები რომელთანაც პატრიარქს ჰქონდა ნათქვამი რომ მას სურდა სიონში დაკრძალვა მე არგუმენტად იგიც თქვი რომ პატრიარქი იმდენად თავდაბალი იყო ის ვერ იტყოდა რომ მისაშენებულ ეკლესიაში დამარხეთ და ამიტომ მე ისიც გამოვთქვი რომ თვითონ პატრიარქს ჰქონდა ნათქვამი რომ სამებით ქართველმა ხალხმა თავს დაუდგა ძეგლიო ამ ტაძრის სილამაზის დაშენებით და მეთქი მოდი ქართველმა ხალხმა მას დაუდგა ძეგლი და თუ ვინმე უნდა დაიკრძალოს სამებაში თუ ვინ თუ არა უწმინდესი მეთქი გაიგე მაგრამ მე კენჭისყრაზე რო დავაყენეთ კენჭისყრა ფაქტიურად 18-17-ზე ასე გადაწყდა ხმებით 18-17-ზე 35 მღვდელმთავარი ვიყავით და ნუ 18-მა მღვდელმთავარმა გადაწყვიტა რომ ანდერძის მიხედვით მისი მიხედვით და 17 ვიყავით ამ ხარეზე ვინც ესე იგი ამბობდით რომ სამებაში დაკრძალულიყო. გასაგებია. ახლა კენჭისყრა არის და
კი ბატონო, მე არ მინდა ეხლა დაგისვა თქვენ კითხვები, უკვე მერე რა იქნება ახალი პატრიარქის თაობაზე, მაგრამ უბრალოდ ვიდრე არ დავკრძალავთ მის უწმინდესობას, როდესაც მისი დაკრძალვა მოხდება, მერე თავისთავად მოგვიწევს ჩვენ ყველას ამ თემებზე საუბარი. უბრალოდ ერთი რამ ალბათ თქვენ ჩემზე კარგად მოგეხსენებათ, მეუფე ანტონ, რომ ძალიან რთული იქნება, ყველა ასე ვხედავ. მეც მათ შორის ვარ, ვინც ასე ფიქრობს მომავალი პატრიარქისთვის, ილია მეორის ჭდილქვეშ პატრიარქობა, ეპოქალური პატრიარქის შემდეგ, ვისაც ეს ხვედრი შეხვდება, ვინც გახდება პატრიარქი ამ ქვეყნის, ალბათ არ იქნება მისთვის მარტივი. ყოველ შემთხვევაში მეც მათ შორის ვარ, ვინც ასე ფიქრობს და მგონია რომ თქვენც დამეთანხმებით. რა განწყობებია მარტო ამაზე დაგისვამთ კითხვას მეუფე ანტონ სინოდში, ანუ აი ამ მიმართულებით და თქვენ უკვე შეგიძლიათ მითხრათ, რომ აი ხედავთ ვინ გახდება მომავალი პატრიარქი, თუ ჯერ ამაზე გადაწყვეტილება სინოდის შიგნით არ არის არანაირი შეთანხმება. დიახ. თუ დამიჯერებთ აბსოლუტურად, თუ დამიჯერებთ საუბარიც არ არის, თითქოს აი ნამდვილად თითქოს დაფიცული გვაქვს, რომ ამაზე ჯერ საერთოდ არ იყოს საუბარი. აი ერთხმად აბსოლუტურად. მე ერთ დავძენ, რომ რთული იქნება, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მე ვამბობდი და კიდევ ვიტყვი, პატრიარქი იყო ჩვენი ყველასი მამა და მამის წინაშე ყველანი ვიყავით შვილები და ეხლა ვინც არ უნდა იქნეს მომავალი პატრიარქი, ის იქნება ძმათა შორის, ასე იგი, შვილებიდან არჩეული, ასე რომ ვთქვათ. და შვილები, ძმები ერთმანეთს ცოტა შეიძლება რაღაცნაირად რთული იქნება შვილებში და მამის წინაშე ვერავინ ვერ ამოიღებს ხმას და ძმის წინაშე შეიძლება უფრო მეტი ის იყოს. დიახ. ამიტომ ეპოქა ექნება აუცილებლად. ხო, ძალიან რთული ეს თვალსაჩინოა. ეხლავე ცხადად ჩანს. ანუ ის რომ მოსაყდრეშიო პატრიარქის სიცოცხლეშივე გახდა მისი მოსაყდრე, არ ნიშნავს ავტომატურად რომ მომავალი პატრიარქი ყველა შემთხვევაში მეუფეშიოა, ხო? თუ შეიძლება კითხვა მაქვს მეუფე ანტონთან, მინდა რომ ამაზე გაგცეს პასუხი და დაუკავშირდეთ. მეუფე გესმით ჩემი ხმა? დიახ. ანუ ის რომ მოსაყდრე გახდა მეუფეშიო პატრიარქის სიცოცხლეშივე, ეს არ ნიშნავს ავტომატურად რომ ის იქნება მომავალი პატრიარქი, ხო? არა, ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რა თქმა უნდა, მაგრამ ბევრ რამეს ნიშნავს, მაგრამ პირდაპირობით იმას არ ნიშნავს, რომ ის იქნება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაცას ნიშნავს, მაგრამ ასე ვთქვათ, უპირობოდ არა. კი ბატონო და ყველას აქვს უფლება დააყენოს მისი კანდიდატურა. თქვენს ხომ არ ხედავთ თქვენს თავს, თქვენ ხომ არ აპირებთ რომ დააყენოთ კანდიდატურა თქვენ? მოდი რა, აი არ მინდა რა ასეთი აი ხო. არა, მე უბრალოდ კითხვა დაგისვით, მე თვითონვე გითხარით რომ ამ თემებზე უკვე შინაარსიანად და უფრო ღრმად უკვე ვისაუბრებთ მისი უწმინდესობის დაკრძალვის. თემებს ვერ ავცილდებით თავისთავად ვერ ავცილდებით მაგ თემებს თავისთავად რომ ძვინოდეს ვერ ავცილდებით თავისთავად, მაგრამ არა ახლა. კი ბატონო. მეუფე, მადლობა დიდი რომ ჩაგვერთეთ ეთერში. კიდევ რამეს ხომ არ დაამატებდით, ვიდრე დაგემშვიდობებით ეპოქალური პატრიარქის თაობას. მადლობას უხდი თელ ხალხს, ყველას. მადლობას უხდი აი ესეთი კარგი, აი მაგალითად ჩვენ ეპარქიაში ბევრმა ასე რომ ვთქვათ რესტავრატორებმა უფასოდ კვირა დღეს აკეთებენ სუფრებს რევლისთვის, ხალხისთვის და რაღაც ესე ძალიან მიხარია, რომ ეს გამოხატულებები არის და რაღაცნაირად ყველა ცდილობს, რომ რაღაცა მის სახელზე რაღაცა გააკეთოს და აღნიშნოს და მან მისი გარდაცვალებითაც გაგვაერთიანა. თუ შევინარჩუნებთ ამ გაერთიანებას,
ძალიან კარგი იქნება მისი გარდაცვალებითაც გავერთიანდით და კი ნახეთ ეროვნულ მოვლენად იქცა მისი გარდაცვალებაც კი აი რასაც ვუყურებთ ეხლა ყოველ წუთს რაც ხდება პირდაპირ ეთერში გადავცემთ ამ ყველაფერს ნამდვილად მადლობა მეუფე ანტონ ალბათ გვექნება საშუალება უკვე რაღაც დღეების შემდეგ როდესაც დაიკრძალება მისი უწმინდესობა მე კიდევ ერთხელ ვიზიარებ თქვენს მწუხარებას და სრულიად საქართველოს ვუსამძიმრებ დიდი პატრიარქის გარდაცვალებას. მადლობა რომ დრო დაგვითმეთ მეუფე ანტონი საუბრობდა პირდაპირ ეთერში ვანის